ამბობენ კატასტროფა 900 აქო და პირველი ცხრა რო დავთვალე, მე მივხვდი რომ შეიძლება ულიმიტო გაქვთ ჩართული. შეიძლება არ გამოურიცხავ. ანუ არ, მე გეტყვით რომ არ, რომელი კამერაში შევხედო არ ვიცი, მაგრამ გეტყვით რომ არ. ყველაზე მაგარი ტიპი ხარ მაშინ, როცა და რატომღაც ახალგაზრდებში უკვე აღარ არის პოპულარული, თურმე არ არის საჭირო ცოდნა ბევრი რაღაცა ესე აღმოჩნდა. ავტომობილის მართვა არის ზე ინტელექტუალური საქმიანობა. ყველაზე მეტი საფრთხის შემცველი საქმიანობა ავტომობილის მართვა. არც ერთ პანდემიას არ წაუღია იმდენი სოციალურს ავტომობილის საგზაო შემთხვევას. მე ძალიან ხშირად მიქნია ის, რომ გამიჩერებია მანქანა, სადაც ბავშვი კალთაში ზის, ან საჭესთან, ან გვერდზე კალთაში ზის და შენ რო ფრთხილი ხარ, არ ნიშნავს რომ ვიღაცაც ფრთხილია. შეიძლება ვიღაცა შემოვარდეს და პირდაპირ შეგეჯახოს რა და იმან გამოიწვიოს ეს. ანუ შენ შეიძლება შენი ბრალეულობა საერთოდ არ იყოს რა, მაგრამ შენ იყო დაზარალებული რა. ხოლო 9 თვის მონაცემი 2025-ის 35 ბავშვი დაიღუპა გზაზე ავარიების გამო. ძალიან რთული თემა, ანუ ჩემი პირადი ტრაგედიაც მაგაზე დგას. 13 წელს იყო საჭესთან ვინც იყო, 15 წელს იყო ნიკუშა, 13-დან 15 წელს იყვნენ ყველა ბავშვები, ვინც ისხდნენ მანქანაში. ჩემ ბავშვთან ერთად კიდევ მეორე ბავშვი, რომელიც დაიღუპა, ორივე დაიღუპნენ უკან ვინც ისხდნენ მანქანაში და ნუ ის ბავშვებიც ვინც საჭესთან იყო და ვინც მეორე კიდე წინ ისხდნენ, იმის გამო გადარჩნენ, რომ და ჩემ თავს ვერ პატივ იმას, რომ ალბათ ეს მანამდე უნდა მექნა, უფრო ადრე უნდა მეპოვა ის, რომ